ბრალდების მხარეს აქვს მოლოდინი იმის, რომ გამოტანილი იქნება გამომტყუნებელი განაჩენი. Конкретულად ბეჭდის არაში მქონდა სიცოცხლე და ჩამოჭრებები მქონდა და ბეჭდის არაში მქონდა. რასახის დაზიანება მიიღეთ ეს არ გითქვამთ, გისმენდით, გაგიწითლდათ, სიცოცხლე ქონდათ მარტო. არა, სიცოცხლე ქონდათ თუ სისხლი წამოგივიდათ, რო გითხარით, რომ გითხარით. მხოლოდ ხელის არეში მქონდა ოდნავ სიცოცხლე. მარცხენა ხელის არეში მტევანზე მოხდა ჯოხი. დაზიანებაში რა გამოიხატა? საჯაროვებული. თქვენი კადრები არ არის გასაჯაროვებული. თქვენ რასახის დაზიანება მიიღეთ, იმიტომ რომ თქვენი რომ ხართ დაზარალებულ ამ საქმეში 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება 21 წლის ბიჭდა თქვენ კითხვებზე პასუხს არსებობს. მე როგორც აღნიშნე ვიდეო ჩანაწერზე სტატეშვილისათვის დარტყმის ფაქტი არ ჩანს, თუმცა მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით უშუალოდ მოწმის სახით არიან დაკითხული სასამართლოში უშუალოდ როგორც პატრული ინსპექტორები, ასევე დაზარალებულად ცნობილი პირები, ასევე ექიმი, ანუ სამეცნიერო წარმოდგენილი, რომელშიც ასახულია, რომ სტატეშვილს სწორედ იმ დროს და იმ ადგილას აღენიშნებოდა დაზიანებები მისი მითითებით უშუალოდ მათედევიძისაგან მიყენებული და მოგახსენებათ, რომ ზოგადად ქმედება არის პოლიციაზე თავდასხმა, ჩვენ მას ეპიზოდებს არ ვედავებით, ეს არის ერთიანი ქმედება, გამოხატული იმაში, რომ რამდენჯერმე დაარტყა, ასე ვთქვათ, ჯოხი პოლიციის თანამშრომლებს და ამ შემთხვევაში დაზარალებლად ცნობილი არის 3 პირი. თქმა უნდა, ბრალდების მხარეს გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად აქვს მოლოდინი იმის, რომ საქმეზე გამოტანილი იქნება გამომტყუნებელი განაჩენი და ბრალდების მხარის პოზიციას ბრალდების მხარე დეტალურად მოგახსენებთ უშუალოდ დასკვნითის სიტყვის ეტაპზე.